ფინანსური შემწეობის აღდგენას შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოცდაუცველი ოჯახი უკვე 1 წელია ელის. სოციალური მომსახურების სააგენტომ აბუსელიძეების ოჯახური პირობები ერთხელ უკვე შეისწავლა, თუმცა დაბალი სარეიტინგო ფულის გამო დახმარება შეუწყვიტა. რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი რეპორტაჟი მაღალმთიანეთიდან. სოფელ ლაკლაკეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი აბუსელიძეების ოჯახი ხელისუფლების დახმარების მოლოდინშია. გაუსაძლისი პირობების გამო ოჯახის 4 წევრი ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდა. თამაზ აბუსელიძე სოციალური მომსახურების სააგენტოსგან სიღარიბის ღვარს მიღმამყოფი ოჯახისთვის სტატუსის მინიჭებას და ფინანსურ დახმარებას ითხოვს. არანაირი არც დახმარება მაქვს, არც სოციალური დახმარება. ხეიბარი ვინმე ესე იგი არ შემიძლია რომ მაგალითად წევუდე და რაცხა მევიტანო და შევჭამო და სხვის ხელებში შემყურევა. არა სამჯერ მოვდნენ შემამოწმეს დახმარება მინდოდა წელწადი და 8 თვე გევდა და მე ამ გაჭირვებაში ვარ. რაცხა დახმარება ვთხოვ თავრობას უფროსებს და ვინც ხამ რაცხა გიმით. მე ავატყოფი კაცი ვარ, ტრომბი მაქვს. და სულ რამეს ვერ მუშაობ. ხალით ცუდად ყავს. ავატყოფი. ფეხი ინვალიდი, ხედი ინვალიდი. ადმე ეწეველ ფული რამე შემოვტანო. არანაირი დახმარება არ გვაქვს სახში. ამით შუახევში რამით ჩეველ. სოციალურში ჩევალ ფულ აიწევს 98-ზე, 77-ზე, ასე ადის და როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახის მდგომარეობა უკვე შეისწავლეს, თუმცა დადებითი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. სააგენტოს ინფორმაციით აბუსელიძეების სარეიტინგო ქულა 93,140-ში ადგენს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსს არ შეესაბამება. შოთა გოგიტიძის განმარტებით ოჯახის უფროსმა დეკლარაცია წელს თავიდან შეავსო და მათ სარეიტინგო ქულას მიანიჭებენ. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა აბუსელიძეების ოჯახი სოციალურ დახმარებას. ოჯახმა გააკეთა განმეორებითი რეგისტრაცია დემოგრაფიული ცვლილების გამო ოჯახის 2 წევრზე. მოხდება ოჯახის ხელახალი შესწავლა, ანუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, ოჯახს მიანიჭება ახალი სარეიტინგო ქულა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება თუ ოჯახი მოიპოვებს თუ არა საარსებო შემწეობის. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ თამაზ აბუსელიძის მოთხოვნა გამგეობამ უკვე დააკმაყოფილა და შარშან ოჯახს ერთჯერადი დახმარების სახით 100 ლარი გამოუყო. წელს კი ამ პიროვნების სახელით მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება არ შესულა. მდინარე წელს აღნიშნული პროგრამა გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა გაუქმებულია, აღარ ფუნქციონირებს, ამის გამო აღნიშნული ოჯახზე რაიმე სახის დახმარების გაწევა ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ფარგლებში ვერ ჯდება. აბუსელიძეების მსგავსად შუახევის მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახია, რომლებიც სოციალური დახმარების მოლოდინში არიან.